ექსტრემალური ეპიზოდით დაგიბრუნდით. 2026 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებმა დაიწყეს ის, რასაც თავად ისტორიულ გამჭვირვალობას უწოდებენ. 10 წლეულების განმავლობაში დაგროვებული UFO UIP ფაილების ეტაპობრივი გამოქვეყნება. მასალები ქვეყნება სპეციალურ პლატფორმაზე Parsu Presidential Unsealing and Reporting System for UIP Encounters, რომელიც შეიქმნა war.gov/UFO-ზე. პენტაგონის განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ახალი ფაილები მომდევნო კვირებშიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, რომ საიტს მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა, რაც ამ თემისადმი გლობალურ ინტერესს აჩვენებს. სანამ ახალ ფაილებს გაგაცნობთ, მანამ პენტაგონის ოფიციალური განცხადება მოვისმინოთ. სასწრაფოდ გამოსაქვეყნებლად. ომის დეპარტამენტი აქვეყნებს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებთან დაკავშირებული ფაილების მეორე ნაწილს war.gov/UFO-ზე. 22 მაისი 2026 წელი. განცხადება ომის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანაშემწისა და პენტაგონის მთავარი სპიკერის შონ პარნელის სახელით. დღეს ომის დეპარტამენტი აქვეყნებს დეკლასიფიცირებული და ისტორიული მასალების მეორე ნაწილს, რომლებიც დაკავშირებულია ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებთან. ეს ხდება UIP-ის ინციდენტების საპრეზიდენტო გახსნისა და ანგარიშგების სისტემის Perseus ფარგლებში. მასალების კოლექცია კვლავ ხელმისაწვდომია war.gov/UFO-ზე და დამატებითი ფაილები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. საიტს ამოქმედების შემდეგ 2026 წლის 8 მაისიდან მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიარდზე მეტი ვიზიტი აქვს მიღებული, რაც ამ თემისა და ტრამპის ადმინისტრაციის უპრეცედენტო გამჭვირვალობის პოლიტიკის მიმართ უზარმაზარ ინტერესზე მიუთითებს. ომის დეპარტამენტი და მისი პარტნიორი უწყებები უკვე მუშაობენ UIP ფაილების მესამე ტალღის გამოქვეყნებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება. და ეს პრეზიდენტ ტრამპის დაპირების ფარგლებში ხდება. ობამა და სხვები დეკლასიფიცირებას უწევენ ასეთ საკითხებს, რაც არ არის სწორი. ბევრჯერა რომ უცხოები არსებობენ, მე არა, მაგრამ უდიდესი ინტერესის საფუძველზე მე ვავალებ ომის მინისტრსა და სხვა დეპარტამენტებსა და სააგენტოებს. დაიწყო იმსამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებიც უცხო პლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეს ეხება, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენებს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ამ უკიდურესად კომპლექსურ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. უფალმა დალოცოს ამერიკა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხია შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დემოკრატ ბარაკ ობამას ბოლო ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უცხო პლანეტელები მართლაც არსებობენ, თუმცა თავად ისინი პირადად არ უნახავს. აი, რა თქვა ობამამ. რეალურად არსებობენ უცხო პლანეტელები. რა თქმა უნდა, მაგრამ მე არასოდეს მინახავს. ასევე მათ არავინ მალავს, რა ქვია, ხო, ზონა 51-ში. იქ არავითარი მიწისქვეშა საცავი არაა. თუმცა, არანორმალურად დიდი კონსპირაციებია და სხვადასხვა ეს თეორიები ახლანდელი პრეზიდენტისგანაც მოდის. რა იყო ამ საკითხზე თქვენი პირველი კითხვა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გახდით? სად არიან უცხო პლანეტელები? დონალდ ტრამპმა ობამას ბრალი დასდო იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლასიფიცირებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რასაც დიდი შეცდომა უწოდა. კითხვაზე არსებობენ თუ არა უცხო პლანეტელები, თავად ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის. რა გავიგეთ ამ ინფორმაციიდან? ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტისა და პენტაგონის ოფიციალური პოზიცია ძალიან ფრთხილია. მთავრობა არ აცხადებს, რომ უცხო პლანეტელების არსებობის მტკიცებულება აქვს. პირიქით, ოფიციალური განმარტებაა, რომ ეს ფაილები ეხება ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს UIP-ებს, ანუ მოვლენებს, რომელთა ზუსტი ახსნა ამ ეტაპზე შეუძლებელია. პენტაგონის ხელმძღვანელობა ამბობს, ბევრი შემთხვევა შესაძლოა ბუნებრივი მოვლენაც იყოს. ნაწილი შეიძლება იყოს ოპტიკური ილუზია, ზოგი შესაძლოა უცხო სახელმწიფოს ტექნოლოგია. ნაწილი კი უბრალოდ არასაკმარისი მონაცემების გამო რჩება გაურკვეველი. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ ფაილები დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა გამართლებულ ეჭვებს და ახლა საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად ნახოს ეს მასალები. რა გამოქვეყნდა რეალურად? პირველი პაკეტი 8 მაისი 2026 წელი. პირველ ტალღაში გამოქვეყნდა დაახლოებით 160-ზე მეტი ფაილი, სამხედრო ანგარიშები, პილოტების ჩვენებები, NASA-ს ტრანსკრიპტები, ვიდეოები, ფოტოები, FBI-ის დოკუმენტები, ცივი ომის პერიოდის ჩანაწერები. მეორე პაკეტი 22 მაისი 2026 წელი. მეორე ტალღაში უკვე 222-მდე ახალი ფაილი გამოჩნდა, მათ შორის მწვანე ორბების შემთხვევები, სწრაფად მოძრავი დისკოები, სამხედრო ბაზებთან დაფიქსირებული ცეცხლოვანი ობიექტები, აპოლოს მისიის ფოტოები და ვიდეოები, ინფრაწითელი კამერებით გადაღებული უცნობი ობიექტები.
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დოკუმენტი ეხება 1948-1950 წლებში ნიუ-მექსიკოში საიდუმლო სამხედრო ობიექტ სანდიას მახლობლად დაფიქსირებულ 209 შემთხვევას. რა არის დაფარული? ყველაზე დიდი კითხვა სწორედ ესაა. ფაილების დიდი ნაწილი რედაქტირებულია, ანუ ტექსტის მონაკვეთები დაფარულია. ხშირად დამანულია ობიექტების სიჩქარე, ზუსტი ლოკაცია, სამხედრო სენსორების ტიპი, კამერის მონაცემები, რადარის ინფორმაცია, ოპერატიული დეტალები. ამიტომ ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ რეალური სამეცნიერო ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოგი ფიქრობს, რომ მთავრობა კვლავ მალავს ყველაზე მნიშვნელოვან მასალებს. პენტაგონისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ამ ფაილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არა ერთი კონკრეტული ვიდეო ან ფოტო, არამედ რამდენიმე ძალიან სერიოზული გარემოება, რომლებიც ერთად სრულიად ახალ სურათს ქმნის. წლების განმავლობაში UFO-ები ძირითადად შეთქმულების თეორიებთან, ინტერნეტ მითებთან და სამეცნიერო ფანტასტიკასთან ასოცირდებოდა. ოფიციალური სტრუქტურები ხშირად უარყოფდნენ თემას ან ირონიულად ეკიდებოდნენ. დღეს კი სიტუაცია სრულიად შეიცვალა. პენტაგონი პირდაპირ აცხადებს, რომ არსებობს შემთხვევები, რომელთა ზუსტი ახსნა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს განცხადება თავისთავად ისტორიულია. საქმე აღარ ეხება მხოლოდ უცნაურ ნათებებს ცაზე. ფაილებში ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები 10 წლეულების განმავლობაში აგროვებდნენ მონაცემებს ობიექტებზე, რომლებიც ფიქსირდებოდა რადარებზე, ჩანდნენ ინფრაწითელ კამერებში, მოძრავდნენ არატიპიური ტრაექტორიებით. ეს ნიშნავს, რომ UFO, UIP თემა ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებისათვის 10 წლეულების განმავლობაში რეალური საკითხი იყო და არა უბრალოდ პოპულარული მითი, ანუ ნადირობდნენ ასეთ მოვლენებზე. ნიშნულოვანია, რომ NASA ამ მოვლენებს რეალურად აფიქსირებდა და სისტემატურად იკვლევდა. კოსმოსური სააგენტო დეკადების განმავლობაში საიდუმლო სამსახურებთან ერთად პრაქტიკულად ჩართული იყო ამ უცნობის კვლევაში. რატომ გადაწყვიტა შეერთებული შტატების მთავრობამ ასეთი მასალების გამოქვეყნება სწორედ ახლა? ოფიციალური პასუხი ასეთია: გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაფასება. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც. ზოგი ფიქრობს, რომ საქმე ჩინეთისა და რუსეთის ახალ სამხედრო ტექნოლოგიებს ეხება. სხვები ვარაუდობენ, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად ამზადებენ უფრო დიდი ინფორმაციისთვის. არსებობენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა უბრალოდ ვეღარ მალავს დაგროვის შემთხვევებს. როგორია მეცნიერებისა და მკვლევარების შეფასებები ამ ფაილებთან დაკავშირებით? აქ ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. აი SETI ინსტიტუტის ასტრონომი სეთ შოსტაგი ამბობს, რომ ფაილებში უცხო პლანეტური სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულება ფაქტობრივად არ ჩანს. არსებობს მეცნიერთა მეორე ბანაკიც. ჰარვარდის ასტროფიზიკოსი ჰავილოები ამბობს, თუ მილიონიდან თუნდაც ერთი შემთხვევა არ აიხსნება ადამიანური ტექნოლოგიით, ეს მეცნიერების უდიდესი რევოლუცია იქნება, მაგრამ თვითონაც აღიარებს. ამ ეტაპზე ამ ფაილებში მტკიცებულება არ არის. მოდი მოვუსმინოთ მას. ეს განსაკუთრებული დღეა. პრეზიდენტმა ტრამპმა UFO ფაილების გამოქვეყნებას თანდაურთო სიტყვები ისე ამოვნეთ და გაერთეთ. და მართლაც ზუსტად ეს გააკეთა დღეს გალილეოს პროექტის კვლევითმა ჯგუფმა, რომელსაც მე ხელმძღვანელობ. ჩვენ გადავხედეთ ფაილებს და იცით იქ განსაკუთრებული ინფორმაცია ან მონაცემები არ ჩანს. ალბათ ეს არ არის შეერთებული შტატების მთავრობის ყველაზე დამაინტრიგებელი მასალები, რადგან უფრო მნიშვნელოვანი მონაცემების დეკლასიფიკაციას მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ მეცნიერება სწორედ ცნობის მოყვარეობის შენარჩუნების პრივილეგია. მნიშვნელოვანია კითხვების დასმა. შეერთებული შტატების მთავრობამ UFO-სა და UIP-ების საჯარო ფაილების პირველი პაკეტი გამოაქვეყნა. შემდეგ მეორე. მთლიანობაში პირველ პაკეტში 162 ჩანაწერია, 82 ომის დეპარტამენტიდან, 56 FBI-დან, 12 NASA-დან და 8 სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ანუ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ ადამიანებსა და უწყებებს, რომლებიც ძირითადად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ და თავადაც ვერ ხვდებიან, რასთან აქვს საქმე. იმედი მაქვს ეს თემა მეინსტრიმში გადავა, აღარ იქნება დაცინვის ან გვერდზე გადადების საგანი, რადგან ეს სერიოზული საკითხია. თუ ჩვენზე დაკვირვებას მტრულად განწყობილი ქვეყნების ობიექტები ახორციელებენ, ეს უნდა გავარკვიოთ, და თუ ეს ადამიანური ტექნოლოგია არ არის, მაშინ ეს მეცნიერების ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა იქნება. საერთო ჯამში ეს ძალიან ამაღელვებელია, დეტექტიურ ისტორიას გავს. ვცდილობთ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს მონაცემები. ფაილებს შორის არის აპოლო 12 სურათებიც, სადაც მთვარის ჰორიზონტზე ნათებები ჩანს. კითხვა ისაა, შეიძლებოდა თუ არა ეს ნათებები ასტეროიდების შეჯახებით გამოწვეული ანთებები ყოფილიყო. შესაძლოა, კამერის ოპტიკაში წარმოქმნილი არკვლებიც კი ყოფილიყო. ამიტომ ჯერ არ არის ნათელი, რომ საქმე მართლაც რაიმე განსაკუთრებულთან გვაქვს. ასევე არის ვიდეოები და სურათები დედამიწის სხვადასხვა ადგილიდან, სადაც ობიექტები საკმაოდ უცნაურად მოძრაობენ, მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაციის ნაწილი დაფარულია, ამიტომ ზუსტი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.
გამოქვეყნებული მასალები დამაინტრიგებელია, მაგრამ საბოლოო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ისინი ვერ ადასტურებენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ საქმე ამ სამყაროს მიღმა არსებულ რაღაცასთან გვაქვს. თუმცა, არის დოკუმენტები, რომლებიც 1947 წლამდე მიდის და მფრინავ დისკოებს ეხება. ერთ-ერთი წერილი მაშინდელი საჰაერო ძალების შტაბის უფროსს გაუგზავნეს. ეს როსველის ინციდენტიდან მალევე მოხდა და იქ სწორედ მფრინავ დისკოებზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო პერსონალი 10 წლეულების განმავლობაში აკეთებდა მსგავს ანგარიშებს, მაგრამ თემა საკმარისად სერიოზულად არასოდეს მიუღიათ. შესაძლოა ახლა ამის დრო დადგა. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივის წყალობით ნამდვილი გამჟღავნების ეპოქაა. მაგრამ როგორც ყველა დეტექტიურ ისტორიაში, მთავარი კითხვა ასეთია: რას გვიჩვენებს მონაცემები, რას გვიჩვენებს მტკიცებულებები? ამ ფაილებით ვიგებთ, რას აკეთებდა მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით. აუცილებელია არსებობდეს სამეცნიერო კვლევითი პროგრამა, რომელიც შეისწავლის ასეთ ინციდენტებს. წინასწარი განწყობა არ უნდა გქონდეს, უბრალოდ ცნობის მოყვარეობით უნდა შევხედოთ ყველაფერს. სწორედ ეს ხდის პროცესს საინტერესოს. ალბათ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო კვირებში კიდევ უფრო მეტი ფაილი გამოქვეყნდება და იმედი მაქვს, რომ მათ შორის იქნება ისეთი ობიექტებიც, რომელთა ახსნას ადამიანური ტექნოლოგიებით ვერ შევძლებთ. თუმცა, საბოლოოდ შესაძლოა ყველა მათგანი ადამიანური ტექნოლოგიებით ან ბუნებრივი მოვლენებით აიხსნას, მაგრამ შეიძლება მილიონში ერთი შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდეს და ეს მეცნიერების შემდეგი რევოლუცია იქნება. ნილ დეგრას ტაისონი საკმაოდ ბევრ არხთან, სატელევიზიო და რადიო არხებთან, ასევე გამოცემებთან აკეთებდა კომენტარებს ამ დღეებში. თავის YouTube არხზეც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამ ფაილების შესახებ საკუთარ მოსაზრებებზე საუბრობს. ახლა სწორედ მას მოვუსმინოთ. I'm a little disappointed with the press. ცოტა იმედგაცრუებული ვარ მედიით და იმით, როგორ აშუქებენ ამ თემას. ისინი სათანადოდ არ იკვლევენ საკითხს, ისე როგორც პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკას ეკადრება, როდესაც საუბარია ოდესღაც უცნობ ან იდუმალ მოვლენებზე. როცა უკვე არსებობს ახსნა, მე ვედი, რომ ამას მკაფიოდ იტყვიან, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე თავად ვილაპარაკო. პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ფაილები მოიცავდა დოკუმენტებს, არამხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებიდან, არამედ NASA-დანაც. NASA ხომ კოსმოსში მუშაობს. და თუ უცხოპლანეტელები საიდანვე უნდა მოვიდნენ, ალბათ კოსმოსიდან მოვიდოდნენ. ეს გასაგებია. მაგრამ NASA-ს ეს დოკუმენტები არასოდეს ყოფილა გასაიდუმლოებული. გარდა ამისა, რასაც ასტრონავტები ხედავდნენ, სრულიად რაციონალური ახსნა ჰქონდა. უბრალოდ საჭიროა ტრანსკრიპტების საკითხვა, რათა გაიგო და სწორად აღიქვა ყველაფერი. ამას ახლავე აგიხსნით. პრობლემა ისაა, რომ ეს დოკუმენტები გამოაქვეყნეს სხვა ფაილებთან ერთად, სადაც ადამიანები ხედავენ ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს და ვერ ხვდებიან, რას უყურებენ. შედეგად თითქოს ყველაფერი ერთ კატეგორიაში გადის და ერთმანეთთან ასოცირდება. ამიტომ მგონია, რომ ეს ცოტა შეცდომაში შემყვანი იყო. მაშ რა იყო ეს ნათებები, რომლებსაც ასტრონავტები ხედავდნენ? თანამედროვე ასტროფიზიკაში ვიცით, რომ სამყაროში არსებობს მოვლენები, რომლებიც ნაწილაკებს თითქმის სინათლის სიჩქარით აჩქარებენ და კოსმოსში ისრვიან. მათ კოსმოსური სხივები ეწოდებათ. ეს სხივები მოდიან ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან, სხვა გალაქტიკების ცენტრებიდან, ზეახალი ვარსკვლავებიდან, მოკლედ, მთელი სამყაროდან. როდესაც ისინი დედამიწის ატმოსფეროს ეჯახებიან, ატომებსა და მოლეკულებს შლიან და ქმნიან სხვა ნაწილაკების კასკადს, რომლებიც ნელ-ნელა აღწევენ დედამიწის ზედაპირამდე. საიდან ვიცით ეს? გარდა იმისა, რომ ამაზე სამეცნიერო ნაშრომები არსებობს, თავადაც მიმუშავია მთის ობსერვატორიებში, სადაც ჩემი სადოქტორო კვლევის მონაცემების დიდი ნაწილი შევაგროვე ტელესკოპებით დაკვირვებისას. ყოველთვის საჭირო იყო ერთი და იმავე ობიექტის რამდენიმე ექსპოზიციით გადაღება. რატომ? იმიტომ, რომ კოსმოსური სხივები ხვდებიან ციფრულ დეტექტორს და ანათებენ მის პიქსელებს, მაგრამ ისინი ერთსა და იმავე პიქსელს ყველა ფოტოზე არ ანათებენ. ამიტომ მინიმუმ 3 ფოტო უნდა გადაგიღო, შემდეგ ადარებდი ამ 3 სურათს და თუ რომელიმე პიქსელი ერთ-ერთ ფოტოზე დაზიანებული იყო, იმ პიქსელს აღარ იყენებდი და დანარჩენს საშუალოდ აერთიანებდი. ასე სისტემატურად იშორებ კოსმოსური სხივების გავლენას მონაცემებიდან. ეს სრულიად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ყველა ტელესკოპურ დაკვირვებას აქვს სისტემა, რომელიც გამოსახულებას კოსმოსური სხივების ეფექტისგან წმენს. თუმცა, ჩემს დეტექტორზე მოხვედრილი ნაწილაკები უკვე შედარებით დაბალი ენერგიის იყვნენ, რადგან თავდაპირველი ნაწილაკები ატმოსფეროში გაიფანტნენ და დაიშალნენ. მაგრამ როდესაც დედამიწა სტოვებ ატმოსფერო აღარ არსებობს, რომ დაგიცვას. აპოლოს პროგრამის ასტრონავტებმა, პირველმა ადამიანებმა, რომლებმაც დედამიწა სხვა ციური სხეულის მიმართულებით დატოვეს, სინათლის ციმციმების ხილვა დაიწყეს. ხედავდნენ, როგორც გახელილი, ისე დახუჭული თვალებით. ეს მიანიშნებდა, რომ რაღაც მათ ბადურაზე მოქმედებდა. ზუსტად ისე, როგორც ჩემს CCD კამერებზე ტელესკოპებში ხდებოდა. ანუ ნათელი იყო, რომ რაღაც თვალის შიგნით იწვევდა ამ ეფექტს, მაგრამ მაინც უნდა გაერკვიათ კონკრეტულად რა.
ამიტომ შექმნეს სპეციალური ჩაფხუტი, რომელშიც კოსმოსური სხივების დეტექტორები იყო ჩამონტაჟებული. იდეა ასეთი იყო: თუ კოსმოსური სხივი ჩაფხუტში დაფიქსირდებოდა იმავე მომენტში, როცა ასტრონავტი სინათლის ციმციმს დაინახავდა, ეს იქნებოდა მტკიცებულება, რომ ეფექტს სწორედ კოსმოსური სხივები იწვევდნენ და არა რაიმე იდუმალი უცხოპლანეტური ძალა, რომელიც ადამიანის გონებაში შეღწევას ცდილობდა. და მართლაც ზუსტად ეს დადასტურდა. ამ ექსპერიმენტს ერქვა Apollo Light Flash Moving Emulsion Device (ALFMED). ამან დამაჯერებლად აჩვენა, რომ როდესაც ჩაფხუტი სინათლის ციმციმს აფიქსირებდა, ასტრონავტებიც იმავეს ხედავდნენ. მაგრამ საქმე მხოლოდ სინათლის ხილვა არ იყო. თავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ნაწილაკები სხეულში აღწევენ და შეუძლიათ დნმ-ის დაზიანება. მათ შეუძლიათ ორგანიზმში რთული მოლეკულების დაშლა, მათ შორის ტვინშიც. ამიტომ მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი იყო გაერკვიათ, რა გრძელვადიანი გავლენა აქვს კოსმოსურ გამოსხივებას ადამიანის ორგანიზმზე. ტრანსკრიპტებში აშკარად ჩანს, რომ ასტრონავტები მუდმივად აღწერდნენ ამ ნათებებს. სხვათა შორის გამოყენებულია ესეთი გამოთქმებიც, როგორიცაა მანქანის ფარივით კაშკაშა. თუ ამ ფრაზას კონტექსტიდან ამოიღებ, შეიძლება იფიქრო, რომ ისინი კოსმოსურ ხომალდს ხედავდნენ. მაგრამ თუ წაიკითხავ წინამორბე და მომდევნო წინადადებებს, ნათლად ჩანს, რომ ისინი უბრალოდ მისიის მართვის ცენტრისთვის სხვადასხვა ტიპის სინათლის ციმციმებს აღწერდნენ, რათა შეედარებინათ ALFMED-ის ექსპერიმენტის მონაცემებთან. ისინი საკუთარ თავსაც კი უღებდნენ ფოტოებს ჩაფხუტით, რათა მისიის კონტროლს დაედასტურებინა, რომ ექსპერიმენტი სწორად მიმდინარეობდა. იყო სხვა ნათებებიც, მაგალითად ერთ-ერთ ანგარიში ასტრონავტები აღწერენ კაფსულის გარეთ სინათლეებს, რომლებიც მათ 4 ივლისის დღესასწაულს აგონებდათ, სავარაუდოდ ფეიერვერკებს. რა ხდებოდა სინამდვილეში? აპოლოს კაფსულას ყველგან ფანჯრები არ ჰქონდა. ხედვის არეალი შეზღუდული იყო. ეს არ ჰგავდა თანამედროვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, სადაც თითქმის ყველა მიმართულებით შეგიძლია ყურება ილუმინატორებით. შემდგომში გაირკვა, რომ ეს ნათებები სატურნ 5-ის მესამე საფეხურის მუშაობის შედეგი იყო. მესამე საფეხური სწორედ ის ნაწილია, რომელიც ხომალდს დედამიწის ორბიტიდან მთვარისკენ გზაზე უშვებდა. ამას Trans-Lunar Injection (TLI) ეწოდება. ეტაპების განცალკევებისას ძრავები ირთვებოდა. საწვევის ამზებში კი უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე შენახული ხევადი ჟანგბადი და მეთანი იყო. რაკეტა ფლორიდიდან ფრინდებოდა და სიცივის გამო გარედან ყინული და სხვა ნაწილაკები ედებოდა. შემდეგ ეს ყველაფერი ირყეოდა და ცვიოდა. ყინულის ნატეხები საღებავის ნაწილები და ვინც იცის კიდევ რა. ზუსტად ამ დროს ხედავდნენ ასტრონავტები კაფსულის გარეთ სინათლის ციმციმებს. მე აპოლოს ეპოქაში ვცხოვრობდი. ეს იყო ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი პერიოდი. მთვარეზე მოსიარულე ბევრ ასტრონავტს შევხვედრი ვარ. მაიკლ ჯექსონს არასოდეს, მაგრამ სხვა მთვარის მოგზაურებს კი ხშირად ხვდებოდი. ეს იყო კაცობრიობის საერთო მიღწევა. სწორედ აპოლოს მისიების დროს მოხდა მოვლენები, რომლებიც მანამდე არასოდეს დაუფიქსირებიათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ფაილი გამოქვეყნდება და მათ შორის NASA-ს ახალი ტრანსკრიპტებიც იქნება. არ ვიცი იყო თუ არა NASA-ს რომელიმე დოკუმენტი ადრე საიდუმლო ან უმაღლესი საიდუმლო, მაგრამ თუ იყო, ეს ალბათ მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით. ამ ეტაპზე მე უფრო პირდაპირ მტკიცებულება მჭირდება. ბევრი მამხილებლის, ყოფილი სამხედროებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებები არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, კარგი, უბრალოდ გამოიყვანეთ ის უცხო პლანეტები და დაგვანახეთ. აი ეს მჭირდება ახლა. ამის შემდეგ აღარავის დაჭირდება კითხვა, ჯერა თუ არა უცხო პლანეტელების. გარდა ჩემი პირადი გამოცდილებისა კოსმოსურ სხივებთან მუშაობაში და იმ მონაცემებისა, რომლებიც სადოქტორო კვლევისთვის შევაგროვე, ყველაფერი დანარჩენი, რაზეც აქ ესაუბრეთ, თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ. წაიკითხეთ ტრანსკრიპტები. არ მოусმინოთ მხოლოდ მედიის ინტერპრეტაციებს, პირდაპირ ფაილებს გაიცანით და მიხვდებით, რას ვგულისხმობ. შეიძლება სხვა დოკუმენტებში მართლაც უცნაური რამ იყოს, დრო სჭირდება შესწავლას, მაგრამ NASA-ს ეს კონკრეტული ჩანაწერები უცხო პლანეტელებზე არ მიუთითებს. რატომ არის ეს ამბავი ისტორიული? იმიტომ რომ პირველად პენტაგონი ღიად აღიარებს, რომ აქვს აუხსნელი შემთხვევები. სამხედროები საჯაროდ საუბრობენ UAP-ებზე. NASA-ს ჩანაწერები სახელმწიფო პლატფორმაზე ქვეყნდება. FBI და დაზვერვის უწყებები ერთიან არქივში მონაწილეობენ. წარსულში UFO თემა ძირითადად შეთქმულების თეორიად ითვლებოდა. დღეს კი ის ოფიციალური სახელმწიფო განხილვის საგანია. ფაილები ნამდვილად ადასტურებს უცნაური მოვლენების არსებობას. სამხედროები მათ 10 წლეულებია აგვირდებიან. ნაწილი კი დღემდე აუხსნელია. საზოგადოება ამიტომაც ორადაა გაყოფილი. ერთნი დიდ ისტორიულ აღმოჩენებს წერიან, მეორენი კი ამბობენ, რომ განსაკუთრებული არაფერი აღმოუჩენიათ. მეცნიერებს ამ ფაილების შესასწავლად მეტი დრო სჭირდებათ. დაველოდოთ, შენ კი მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ახალ ამბებს არ გამოგაბარებთ.